Euro 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპისათვის, რომელიც 2015 წლის 13-18 იანვარს ლიტვის კაუნაში გაიმართება, მოსამზადებელი პერიოდის მესამე რაუნდი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თურქეთის ეროვნულ ნაკრებთან სპორტ კომპლექს არენა 1-ში 2 და 3 დეკემბერს ჩაატარა. პირველმა შეხვედრამ ქართველთა სრული უპირატესობით ჩაიარა ბუკია, ზაბირაძე, კობაიძე, ტიკურიშვილი და ალთუნაშვილი. ასეთი იყო საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეული. ანგარიში მეოთხე წუთზე არჩილ სებისკვერაძემ კახა მაისაიას გადაცემის შემდეგ გახსნა 1-0. შეტევა კი თორნიკე ბუკიამ დაიწყო. მე-16 წუთზე 4-წლიანი კომბინაცია ზაბირაძე, ტიკურიშვილი, მაისაია, ტიკურიშვილი საქართველოს ნაკრების მე-17 ნომრის გოლით დასრულდა. 2-0. მასვე იქვე შეეძლო ანგარიში სამბურთიანი სხვაობა დაეფიქსირებინა, მაგრამ 10 მეტრიანი საჯარიმო არაზუსტად შეასრულა, თუმცა 1 წუთის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მაინც შეძლო მესამე ბურთის გატანა. ამჯერად 10 მეტრიანი არჩილ სებისკვერაძემ გამოიყენა 3-0. პირველი ტაიმის მიწურულისკენ თურქებმა რამდენიმე შეტევა განახორციელეს, მაგრამ თორნიკე ბუკია შეუვალი გახლდათ. ბოლო წუთზე კი ალთუნაშვილის გადაცემა იმავე სებისკვერაძემ ვერ გამოიყენა 3-0. ასე დასრულდა პირველი ტაიმი. შესვენებაზე შოუ ბალეტ ვერნისაჟის გოგონებმა თავიანთი ხელოვნება აჩვენეს, უნდა მაყურებელი კიდევ უფრო გაახალისეს. მეორე ტაიმიც საქართველოს ნაკრების უპირატესობით დაიწყო. 24 წუთზე ჯერ კახა მაისაია მატჩის მართლაც საუკეთესო მოთამაშის არჩილ სებისკვერაძის გარღვევა გოლად აქცია 4-0, ხოლო 1 წუთის შემდეგ კი რამდენიმე სვლიანი კომბინაცია გიორგი ტიკურიშვილის უძლიერესი დარტყმით დასრულდა, რომელიც თურქთა მეკარემ მოიგერია, მაგრამ იქვე დამატებაზე ბრწყინვალედ ითამაშა ზურაბ ლუკავამ 5-0. ამის შემდეგ ქართველები ოდნავ დამშვიდნენ და სტუმრებმა პენალტით 1 ბურთის გაკვითვა შესძლეს 5-1. მატჩის მიწურულს კი მეორე ბურთის გაიტანეს 5-2. ასე გაიმარჯვა საქართველოს ნაკრებმა. განსხვავებული სცენარი წარიმართა მეორე მატჩი. ალექს სარკისიანმა კარის დაცვა ამჯერად დავით კეფაშვილს ანდო, ხოლო სასტარტო ოთხეული კი ასე გამოიყურებოდა. მაისაია, კობაიძე, ტიკურიშვილი და ალთუნაშვილი. თურქებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და პირველი დარტყმის შემდეგ კეფაშვილს თავისი ოსტატობის ჩვენება მოუხდა. საპასუხო შეტევა საქართველოს ნაკრებმაც განახორციელა და ჯვარაშვილი, ალთუნაშვილი, ტიკურიშვილის კომბინაცია საქართველოს ნაკრების მე-17 ნომრის დარტყმით დასრულდა. ანგარიში კი მერვე წუთზე გაიხსნა, როდესაც კეფაშვილთან პირისპირ თურქთა კაპიტანი ჩიხან ოზგანი გავიდა 1-0. ორიოდე წუთში ნაკრების კაპიტანმა გოგა ალთუნაშვილმა, რომელმაც ამ მატჩში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კაპიტნის სამკლავს ღირსეულად ატარებს, ულამაზესი და უძლიერესი დარტყმით თანაფარდობა აღადგინა 1-1. პირველი ნახევრის ბოლოს კეფაშვილის შეცდომა კარგად გამოიყენა ჩემ კეშკინმა და გუნდების შესვენებაზე სტუმრების ერთბურთიანი უპირატესობით წავიდა 2-1. მეორე ტაიმი კი ქართველთა სრული უპირატესობით წარიმართა. ალექს სარკისიანმა მოედანზე თორნიკე ბუკია და ალექსანდრე ზაბირაძე დააბრუნა. ამ ცვლილებებმა ჩვენს ფეხბურთელებზე დადებითად იმოქმედა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. 24 წუთზე გოგა ალთუნაშვილი ანგარის ათანაბრებს 2-2. ამის შემდეგ ისედაც დაძაბულმა შეხვედრამ კულმინაციას მიაღწია. ალექს სარკისიანი ოთხეულებს ხშირად სვლიდა. შეტევაზე ანხორციელებდნენ ზურაბ ლუკავა, ვახტანგ ჯვარაშვილი, მირაკლი თოდუა, ლევან კობაიძე, დავით ბობოხიძე, კახა მაისაია, შოთა ჭანუყვაძე, შოთა თოფურია, გიორგი ნიკვაშვილი,
და საქართველოს ნაკრების მეკარე თორნიკე ბუკია, რომელმაც 39 წუთზე თურქთა კარებში მეხუთე ბურთი მოათავსა. მანამდე კი თავი გიორგი ტიგურიშვილმა და ირაკლი თოდუამ გამოიჩინეს 5-2. ასეთ ამაღლებულ ნოტზე დაასრულა საქართველოს ნაკრებმა წლევანდელი სეზონი. წინ ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპია. წარმატებები უვსურვოთ ეროვნულ ნაკრებს. დიდი მადლობა თქვენ, ამიტომ მოულოცოთ არა მარტო გულშემატკივრებს თქვენ საქართველოს. მოდამ დაინტერესდეს უფრო მეტი ხალხი ამ ძალიან ლამაზი ფეხბურთით, ფუტზალით და ამიტომ მოულოცოთ ყველა ადამიანს. პირველში ფეხბურთელო დღევანდელი გამარჯვება და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვის ხელს უწყობს.